მართალიშვილი საუბრობდა. დახურულ კარს მიღმა კიდევ ერთი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შორის გაიმართა. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ამჟამინდელი და ყოფილი თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საუბარი პარლამენტში წარდგენილ პროექტებს და აუდიტის სამსახურის მუშაობას შეეხებოდა. ნოდარ ებანოიძე იმედოვნებს, რომ აჭარაში აუდიტის სამსახურის მუშაობა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ მიმართულებაზე, რაც საქართველოს პარლამენტი წარმატებით ახორციელებს აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზით და მოგვიწოდეს გთხოვეს, რომ ჩვენც ანალოგიურად დავნერგოთ ეს საქმე აქ ჩვენთან, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღეთ ეს მათი წინადადება და ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ. Ძირითადი თემა იყო ის გარკვეული გამოცდილება, რაც დაგროვდა ჩვენ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ვარ, აუდიტის სამსახურისა და ამ შემთხვევაში პარლამენტის თანამშრომლობასთან დაკავშირებით. აქამდე, ანუ ამ მოწვევის პარლამენტამდე ფაქტობრივად ეს ურთიერთობები არ იყო ერთადერთი მთავარი ორგანო, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ბიუჯეტის კონტროლი, მონიტორინგი, არის სწორედ აუდიტის სამსახური და შეუძლებელი აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების გარეშე სრულფასოვანი კონტროლი განახორციელო.